უკვე თითქმის გადაიარა ცივმა პერიოდებმა და ვირუსების, რესპირატორული ვირუსების შემცირებაც არის. თუმცა ახლა დაბალი ტემპერატურების გამო ოდნავ მომატებული არის რესპირატორული ვირუსების რაოდენობა მოსახლეობაში, მაგრამ ისეთი რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები არ გვაქვს. უფრო ორგანიზებული დაწესებულებებში გვაქვს შემთხვევები და ბავშვთა ინფექციები ჩუტყვავილა არის მომატებული სხვა მხრივ ახლა სიმშვიდე არის და არა გვაქვს ისეთი მაღალი შემთხვევები, არც მძიმე შემთხვევები არა გვაქვს. პრევენციისთვის ისევ და ისევ ყოველი წლის დასაწყისში, სეზონის დასაწყისში მოუწოდებ მოსახლეობას, რომ აიცრან ისევ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით და ბავშვთა ინფექციების საწინააღმდეგოდ კიდევ აცრები ჩაიტარონ კალენდარული გეგმის მიხედვით. პრევენცია ყველაზე მთავარი და დაავადებული ადამიანები კიდევ მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტებს, რომ არ გაავრცელონ ეს ვირუსი. რისკ ჯგუფები აუცილებელი არის სეზონის დასაწყისში, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით და რისკ ჯგუფები, რომლებიც დაავადებულები იქნებიან, ამ შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, რათა კვალიფიციური რჩევა მიიღონ მედიკოსებისაგან. რამდენად მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ამის ირგვლივაც რომ საუბრობთ, რომ რისკ ჯგუფებისთვის აუცილებელი არის, რომ შემდგომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, რისკ ჯგუფები ყოველი წლის დასაწყისში ცხადდება, ვის ეკუთვნის პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრა ხდება, ეს ორსულები არის, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები თუ ქრონიკული დაავადებით მოავადე პირები, მათი აცრა პირველ რიგში აუცილებელი არის სეზონის დასაწყისში. თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში აცრას მაინც აქვს აზრი, იმიტომ რომ ვირუსები გრძელდება და კონტაქტები ადამიანებს აქვთ, განსაკუთრებით ორსულებისთვის ყოფილა შემთხვევები, რომ იანვარ-თებერვალშიც იცრებიან ორსულებიც, სხვა რისკ ჯგუფებიც. ხშირად გაგვიგვია, რომ ზოგი უარს აცხადებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, რაღაც გვერდით ყველაზე ნაკლები გრიპის ვაქცინას აქვს გვერდითი ეფექტები. ერთადერთი ალერგიული გაჩნია, რაზე არის დამზადებული ხოლმე ვაქცინა. თუ ალერგიული არის პიროვნება და წინა აცრაზე მით უმეტეს ალერგიული რეაქცია მისცა, იმ შემთხვევაში არ იცრება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ყველაზე უწყინარი ვაქცინა არის. ეს ვაქცინა არ იწვევს გრიპს და ნაკლები აქვს გვერდითი ეფექტებიც. იმუნიზაციასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებაში ცნობიერების სამაღლება ამ მიმართულებით. ჩვენ სისტემატიურად ვმართავთ სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრებს იმუნიზაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კიდევ ვიმეორებ მართავთ შეხვედრებს სკოლამდელი ახსის დაწესებულებების ბავშვთა მშობლებთან და დაწყებითი კლასის ბავშვთა მშობლებთან სკოლებში და ვაცნობთ იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციას ვაწვდით, რა ვაქცინები არსებობს, როგორი ხარისხის ვაქცინები, რომელი ქვეყნის და რა ინტენსივობით შემოდის, რის საწინააღმდეგოდ ხდება აცრა, რომ გადამდები დაავადებებისგან მაქსიმალური დაცვა ხდება, რა ჯერადობით უნდა აიცრას ბავშვი და როდის და სად შეუძლია მიიღოს ეს აცრა.